Რამდენად აფერხებს ბიზნეს საქმიანობას ინვესტორების მფლობელობაში არსებულ ობიექტებში მცხოვრებელ ტოლილების ინტერესები. ბიზნესმენ დავით კოდუას განცხადებით, ბოლო პერიოდში პრობლემები შეიქმნა სასტუმრო საქართველოში მცხოვრებ ტოლილებთან დაკავშირებით, სადაც სასტუმრო ჰილტონი უნდა განთავსდეს. გასახლებისა და ტოლილთა სამინისტროს წარმომადგენელი მურად აბლოთია კი ტევესამთან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ტოლილებით დასახლებული ობიექტების უმრავლესობაში ინვესტორებს კონკრეტული პროექტები არ აქვთ დაგეგმილი. მისივე თქმით, სასტუმრო საქართველოს მეპატრონისთან სამინისტრო უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს და ობიექტიდან ტოლილთან განსახლება მათი უფლებების დაცვით მოხდება. აბლოთიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ინვესტორებს კონკრეტული ობიექტებით დევნილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულებით აქვთ ნაყიდი, რაც ბიზნესის შეფერხების გარეშე წარმოებას უზრუნველყოფს. სამინისტრო ისედაც ახორციელებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამას, რომლის პარალელში ყველა რეგიონში ჩვენ არ ველოდებით კონკრეტულად ვინმე ბიზნესმენს, რომ მან დააკმაყოფილოს დევნილები. ეტაპობრივად ყველა დევნილი, ვისაც ეკუთვნის გრძელვადიანი განსახლება, ისედაც იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი. მაგრამ როცა არის კონკრეტული ინტერესი, რომ ეს მოხდეს სწრაფად და მათ აქვს სახელმწიფოს წინაშე გარკვეული ვალდებულებები, ამ ვალდებულებების შესრულებაზეა საუბარი. სამინისტროში განმარტავენ, რომ იმ ობიექტების გამოსყიდვაზე მიმდინარეობს მუშაობა, სადაც ამ ეტაპზე ინვესტორები პროექტებს არ ახორციელებენ. წლის ბოლომდე 5 ობიექტის გამოსყიდვის საკითხის შესწავლაა დაგეგმილი, რის შემდეგაც ობიექტები ტოლილებს გადაეცემათ საკუთრებაში.